ბოლოში. მე ჩავთეთ და ისა ვიკამათოთ, რას ვიცი რას ვფიქრობ თენგო და თეა რომ ყველაფერი ესმის, აი ახსნას სიტუაციის არ არის საჭირო. უბრალოდ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. უნდა ვიჩივლოთ საკონსტიტუციო სასამართლოში, გავიაროთ ეს ყველა პროცედურა. აი მე ძალზე მაინტერესებს ნახო რომელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იტყვის, რომ საქართველოს მოქალაქეს უცხოეთში მცხოვრებს არა მტერ ქვეყანაში, ხო, როგორ შეიძლება კანონით წაართვა, ესე იგი, ხმის უფლება და არჩევნის უფლება. მე ეჭვება, ჩვენ ამ გონია რომ ამ საქმეს მოვიგებთ და თუ არ მოვიგებთ და წავაგებთ, ჩვენ წავალთ სხვა სასამართლოებში და ეს იქნება ბრწყინვალე ბერკეტი, რომ ნებისმიერი შემდეგი არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად, უკვე საერთაშორისო კანონმდებლობით არალეგიტიმურად. შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი დასაშვებად არცნოს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო მოსამართლეებმა ამ გზით აიცილონ თავიდან სამუდამო შერწყვა ან სანქციები. გამორიცხავთ ამას. შეუძლებელია აიცილონ თელე, იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქის უფლება გადაწყვიტოს მისი მომავალი. ამის წართმევა არის შეუძლებელი სეგრეგაცია უბრალოდ. ეს არის სეგრეგაცია მეორე ხარისხოვანი რაღაცა მოქალაქის ჩამოყალიბების. თენგო რაღაცას ამბობს, თენგო რას ამბობდი? ნატოს უთხარი შენი ოპტიმიზმი მომცამეთქი. ხო, ეტყობა რომ დიდი ხანია კარგ ქვეყანაშია წასული. თენგო ჯერ ერთი წელი არ არის რაც წასულია და შენ გაცილებით უფრო დიდი ხანია და არ იცი რა ხდება ამ ქვეყანაში. არა, მე მესმის რა ზეწოლის ქვეშ ახლა ქეთს ვიხრი, როგორ უძლებთ ამას, ამ მორალურად, ფიზიკურად, ფინანსურად ალბათ, აი საერთოდ არ მესმის როგორ მუშაობთ კიდევ, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა. ხალხო შეუძლებელი არის ერთზე გაყინო, ან გაუარესდება სიტუაცია, ან გაუმჯობესდება. და ამ შემთხვევაში ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირიც კი დაინგრა. არც ერთი ესეთი რეჟიმი დიდხანს ვერ ძლებს და მე ეჭვება. უბრალოდ არის რაღაც ფაქტორები, ჯერ როდესაც აი როგორ გითხრათ, ვერ მოიცალა მსოფლიომ და განვითარებულმა საზოგადოებამ ქართული პრობლემატიკის. კი ბატონო, მოდით ახლა რა პრობლემისთვისაც მოიცალა და რაც სასწრაფოდ არის დასასრულებელი, ამაზე მინდა თენგოს ვკითხოდათო. მაინც უკრაინასთან უფრო ახლოს არის ლატვიაში. თენგო, რა ხდება ახლა უკრაინაში ჟენევის მოლაპარაკებებს ხედავთ და აბა რა ვთქვა. შენ ხო მოლაპარაკებებთან შენ უფრო ახლოს ხარ ჟენევასთან, მაგრამ მე მგონი კონფლიქტის ზონასთან თენგო უფრო გარკვეულია სამხედრო საქმეებში. კი ბატონო. ვაღიარებ ამას. კი, ჩვენ წავიკითხეთ ახლა მეორე რაუნდი გაგრძელდა, ერმაკი დარუბიო ძალიან ოპტიმისტური რეკლამა გავუკეთოთ და უცქირეთ თენგოს გადაცემას, რომელიც YouTube-ში გადის, ნაშა გადაცემას. მე მისი ხელმომწერი ვარ და ვაშა გადაცემა. ძალიან საინტერესო ბლოგები აქვს თენგოს, ისევე როგორც ზე საინტერესო სიუჟეტების ავტორი არის და იმედია გაგრძელდება მისი ჟურნალისტური მოღვაწეობა საქართველოში, მას შემდეგ რაც ჩვენ მაინც მოვიგებთ და გავაგდებთ ივანიშვილის მე საერთოდ შემოთავაზება მაქვს, რომ გავერთიანდეთ ძველი გუნდი და YouTube-ში ერთად რამე გავაკეთოთ.